სახელითა მამისათა და ძისათა და წმინისა სულისათა. დღეს არის ნათლისღების დღესასწაული. ჩვენ წავიკითხეთ სახარება მათე მახარებლის, სადაც მოთხრობილი იყო ზუსტად ეს ისტორია, თუ როგორ მოხდა, როგორ იყო იოანე ნათლისმცემლისაგან მაცხოვარმა ნათელი. პირველი გამოჩენა 30 წლის შემდეგ მაცხოვრისა, ანუ ის დაბადების შემდეგ არ ჩანს, იმყოფება მშობლიურ მხარეში, მშობლების მორჩილების ქვეშ და ეს საზოგადო მსახურება სწორედ გამოდის იოანე ნათლისმცემლის გამოსვლის და ქადაგების შემდეგ და მასთან ერთად. ანუ იოანე მოდის, ქადაგებს უფლის მოსვლის შესახებ, ქადაგებს სინანულს. მოასწორენით გზანი უფლისანი. უნდა მოსწორდეს გზა უფლისა, რომ შემდეგ უფალი მოვიდეს და მომზადებულ ნოყიერ ნიადაგზე დათესოს თავისი ღვთაებრივი მარცვალი. და ის იოანე იწყებს ცოდვებზე საუბარს, სინანულზე საუბარს და ნათლობას. ოღონდ ეს იოანისეული ნათლობაა, ეს არის ცოდვების აღიარება და წყალში განბანვა. რიტუალური განბანვა წყალში. მაგრამ მოდის მაცხოვარი, რომელსაც ცოდვა არ აქვს და არც ჭირდება მას ესე იგი ღვთაებრივი ბეჭედი, ვინაიდან თვითონ არის ღმერთი. და მიდის იოანესთან იორდანეში ნათლის საღებად და იოანე აჩერებს მას და ეუბნება, რომ შენგან უნდა მივიღოთ ჩვენ ყველა ნათელი და შენ ჩემდა მოხვალა. და მართლაც უცნაურია, როცა ესე იგი მაცხოვარი, რომელიც თვითონ არის სიცოცხლე, თვითონ არის ნათელი, თვითონ არის შემქმნელი სამყაროსი, რომელიც უცოდველია, უბიწოა და წმინდაა, მოდის აი ამ საქმის აღსასრულებლად. და გაკვირვებული იოანეს ეუბნება, რომ ეხლა ესეა საჭირო და ამით უნდა აღვასრულოთ ჩვენ სიმართლე. ჩვენთვის საიდუმლოა ეს მისი სიტყვები, თუ რატო უნდა მომხდარიყო ეს. მაგრამ ერთის მხრივ ეს საიდუმლოება საიდუმლოდ რჩება, მაგრამ მეორეს მხრივ ვიცით, რომ იორდანეში ჩასვლით მაცხოვარი არა თვითონ იღებს ნათელს, არამედ თვითონ აკურთხებს იორდანეს და ნათელს გასცემს. წყალი იცით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სტიქია, ქმნილება, როგორც მატერია, მთელი სამყარო 70%-ით წყლისგან შედგება და სწორედ განწმენდა, სწორედ აი ამ წყლით იწყება. როგორც მასალა. მაგრამ სულიერად განწმენდა იწყება, რასაკვირველია, ცოდვების აღიარებით. და ამ დროს, როცა მან ნათელი იყო, ხმა იყო ზეცით მამის, რომელმაც თქვა, ესე არის ჩემი საყვარელი, რომელიმე სათნო ვიყავ, და გარდამოვიდა ტრედი და დაადგრა იესოს თავზე. და ამ დღესასწაულს, ნათლისღებას, მეორე სახელით განცხადება უფლისა ქვია. ანუ აი ამ დროს განეცხადა სამყაროს, რომ ღმერთი არის ყოვლადწმინდა სამება. ის არის ერთი თავისი ბუნებით, მაგრამ ის არის ამავე დროს სამი პიროვნებით. და ეს იყო მამა, ძე და სულიწმინდა. ეს არის უпростоრად. მამა, ძე და სულიწმინდა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ ყოვლადწმინდა სამების ღმერთს ვაღიარებთ და შევიმეცნებთ და მას განვადიდებთ. გარკვეულწილად ეს სამება
სამების მინიშნებები ძველ აღთქმაში არის არა ბევრ ადგილას, მაგრამ მაინც არის. მაგრამ არა ესე სრულყოფილად გადმოცემული, როგორც თქვა დღევანდელ ისტორიაშია გადმოცემული და რომელიც ქრისტიანობაში გადმოვიდა მთელი თავის სისავსით, ამიტომ არანაირად სხვანაირად ჩვენ ღმერთს არ ვაღიარებთ გარდა ყოვლადწმინდა სამების. გარკვეულწილად ეს ერთი ღმერთის სიახლოვე განაპირობებს მის ახლომყოფობას, განაპირობებს სწორედ მისი უფრო კარგად დანახვა და აღქმა. იცით შორს მდგომი საგნები ბევრად უფრო ძნელად ასახმელია და დეტალები ნაკლებად ვიცით. ამიტომაც ღმერთზე ლაპარაკი გარკვეულ მთელ რიგ რელიგიებში საერთოდ არ არის. ძალიან ცოტა მწირია კი ღმერთის სიტყვაზე, მის მორალურ დარიგებებზე თუ სხვა ტიპის სწავლებებზე უამრავია, ხო, იგივეა ისლამში, იგივეა იუდაიზმში, იგივეა ინდუსურ რელიგიებში, აღმოსავლურში, მაგრამ თავად ღმერთზე ლაპარაკი, ისეთი ლაპარაკი, როგორიცაა თეოლოგია, ვთქვათ, ქრისტიანული, მართლაც გამონაკლისია. იმიტომ რომ მთელი შემდეგ უკვე როცა უკვე მიეცა საშუალება ეკლესიას რომ ფართოდ გავრცელებულიყო რომის იმპერიაში, უკვე აი მთელი ინსტიტუციები იქმნება საღვთისმეტყველო ტექსტების, ხო? მთელი მსოფლიო კრებები, შვიდოვე მსოფლიო კრება მიძღვნილია სწორედ ღმერთის ბუნების შესწავლას და მასში ზუსტი ტერმინოლოგიის ჩამოყალიბებას. და ამაზე ისეთი მცხარე კამათები, დავები და ბრძოლა შეხლა შემოხლა ხდებოდა, რომ ადამიანებს სჭიდნენ არა მარტო ფიზიკური სასჯელებით, არამედ საერთოდ ანადგურებდნენ და კლავდნენ კიდევაც, იმიტომ რომ ერეტიული აზრებს გადმოსცემდნენ, ხო? წარმოიდგინეთ, რამხელა დაპირისპირებები იყო ამ მსოფლიო კრებების დროს, ჯარების დაპირისპირება, თავადაზნაურ დიდგვაროვანთა დაპირისპირება, შემდეგ რაღაც წლების განმავლობაში ამა თუ იმ მსოფლიო კრების ესე იგი დასკვნას არ ეთანხმებოდა ერთი ნაწილი საზოგადოების თავის ეპისკოპატით და იყო საშნელი დაპირისპირებები და დევნა და წამება და უამრავი მოწამეა კიდევ ამ დროს. მაგალითად აი პირველი მსოფლიო კრება, ხო? როცა იყო ლაპარაკი ქრისტეს ღვთაებრივ ბუნებაზე. ქრისტე ღმერთი გაცხდა კაცი, ანუ განკაცდა ღმერთი, თუ იყო ადამიანი, რომელიც განიღმრთო. ეხლა ვითომ ესეთი არის არა ცოდნე ადამიანისთვის ალბათ სულ ერთია, ხო? ბოლო-ბოლო ხო ღმერთია, რა მნიშვნელობა აქვს ღმერთი იყო და განკაცდა თუ კაცი იყო და ღმერთი გახდა. ხო ღმერთია საბოლოოდ, მაგრამ არ არის ესე. ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, რომ სწორედ ქრისტე ღმერთი იყო, რომელმაც მიიღო ადამიანური ბუნება სრული. არ წავალ მე ხო დეტალებზე, რატომ არის ეს სწორი და რატომ არ არის სწორი და ასე შემდეგ. და აი ესე მე წავიდა ქრისტოლოგიური საკითხები კიდევ საუკუნეების მანძილზე, ესე იგი იყო განჯის საგანი ქრისტეს რა ნაწილი იყო ღვთაებრივი, რა ნაწილი არ იყო ღვთაებრივი. არა, რა ნაწილი იყო ქრისტეს ღვთაებრივი, რა ნაწილი არ იყო ღვთაებრივი. როგორ მოქმედებდა ის როგორც ღმერთი, თუ როგორ მოქმედებდა როგორც ადამიანი. იმიტომ რომ თუ ღმერთია, მაშინ ლაზარეზე ტირის, ხო? თუ ღმერთია, როგორ შეიძლება რომ იტიროს ვინმეზე. აი ასე შემდეგ უამრავი ბევრი ისეთი ნიუანსებია. მე როგორი მას ნება ქონდა, მარტო ღვთაებრივი ნება ქონდა თუ ადამიანურიც ქონდა, როგორ მოქმედებდა, როგორ ამოძრავებდა ამას, როგორ იყო მისი მოქმედების
პრინციპები და ასე შემდეგ უამრავი რამ არის რაზეც ადამიანები სერიოზულად ფიქრობდნენ და ეს არ არის უბრალოდ რაღაცა სოფისტიკა როგორც იყო თქვა ძველ საბერძნეთში ამას ყველაფერს ძალიან დიდი და საფუძვლიანი მნიშვნელობა ჰქონდა მარტივად რო თქვა სომხებმა სომხებთან ერთად მონოფიზიტებმა უარი თქვეს ღმერთში ქრისტეში აღიარება ადამიანის ბუნებისა ხო და ამის გამო მთელი კულტურა გახდა სხვანაირი ესმით? მაგალითად იკონოგრაფია არ აქვს საერთოდ ანუ თუ ღმერთში ადამიანური არ იყო ქრისტეში არ იყო ადამიანური ბუნება ესე იგი მისი გამოსახვა არ შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ღმერთს არ ვსახავთ ესმით და აი ნახეთ აი როგორ ეთყობა კულტურას ეს დიოფიზიტურია მართლმადიდებლურია თუ არ არის მართლმადიდებელი იმ წუთშივე ჩანს რომ იკონოგრაფია არ აქვს ну ეს მე იქ ასკეტიკაში და ცხოვრებაში და რაც მორალურ ნაწილში და კულტურულ ნაწილში კიდევ სხვა არის მოკლედ დღევანდელ დღეს კიდევ უნდა გავიხსენოთ თვითონ აი ყოვლადწმინდა სამების ეს უნიშნელოვანესი სწავლება ღმერთის შესახებ რომ ის არის სამპიროვანი და ერთი ბუნების მქონე და ამავე დროს უნდა გავიხსენოთ თუ რაში ინათლება ადამიანი ჩვენ ყველანი აქ მდგომები მონათლულები ვართ ხო და რაში მოვინათლეთ ჩვენ თუ კარგად არ ვიცით რაში მოვინათლეთ მაშინ ცოტა არ იყოს ჩვენი რწმენა იქნება რაციონალობას მოკლებული და ბრმა შეიძლება იარაღი გავხდეთ ჩვენი ნათლისღება არის სწორედ ორ კომპონენტისაგან შემდგარი ეს არის წყლით ნათლისღება და შემდეგ მირონის ცხება ხო გახსოვთ არა მაცხოვარის დროსაც აი იოანე ნათელს სემდა წყლით ანუ წყლით ის უტევებდა ცოდვებს რაკაც ეს არის რომ ესე იგი წყლით უტევებს წყალში ადამიანი იღებს განწმენდას ან ცოდვების მოტევებას სამჯერ შთაფლით ეს არის მამაძე და სულიწმინდა ზოგადად ეს ნათლისღება ესეთი ფორმით ბევრი რიტუალი იყო მანამდეც ქრისტიანობამდეც და უბრალო სოციუმშიც ყოფაშიც ხშირად იყო ეს როცა თქვათ ბატონი ან მონათლობელი მონას იყიდიდა ის თავის სახელზე განწმინდავდა მას და ახალ სახელს არ ქმნევდა. Ну თავის სახელს თავის თვითონ როგორც მას ჯობდა და ის ხდებოდა უკვე მონა ამ ახალი პატრონისა, რომელსაც ასვევდა თავის დახს, ბეჭედს და შემდეგ ის იყო მის მფლობელობაში. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო ძველ არქაულ სამყაროში. ნათლისღება ფორმით შეიძლება ამას გავდეს და გავს კიდევაც, იმიტომ რომ ადამიანი ჩადის და ამოდის ახალი ადამიანი, ანუ კვდება ძველი ადამიანი, ანუ ადამიანი, რომელიც არის ადამის შვილი, რომელიც სტიქიურად დაიბადა. ხომ? ყოველი ადამიანი მაინც სტიქიურად იბადება, არ იქმნება. ანუ შენ არავინ არ გეკითხება, შენ მოევლინები, შენ დაუკითხავად, ხო? მაგრამ უკვე ქრისტიანად შენ ხდები და შენ თვითონ ყალიბდები შენი არჩევანი. აი როცა უკვე შთაიფულება წყალში ადამიანი და ეს სიმბოლურად ნიშნავს ქრისტესთან დაფლას, ანუ ქრისტესთან ერთად მოკვდომას და წყალი სიმბოლო არის მიწის, იმიტომ რომ მიწაში იფულება ადამიანი და შემდეგ აქედან ამოდის უკვე ახალი ადამიანი, როგორც უკვე არის ქრისტიანი, ის არის განწმენდილი და ის იღებს მერე ბეჭედს, აი როგორც თქვა ძველ სამყაროში იყო, რომ ბატონი ანიჭებდა მას თავის რაღაც ბეჭედს, რომელიც
მე მიუნთითებდა თუ ვისი მონა იყო ეს და აქაც ბეჭედი გვაქვს ოღონდ მირონის სახით ეს არ არის რაიმე ეს ამოტვიფრული სხეულზე ადამიანის ის არის ბეჭედი არის მირონი რომელიც გაცხოველებს შენ და ეს არის გარკვეული თესლი რომელიც ითესება და უნდა გააღვივო შენ ანუ ნათლისღება ჩვენ გონია ხოლმე რომ არის ბოლო პროცესი ადამიანის ცხოვრებაში აი მოუნათლეთ და რა კარგია გაქრისტიანეთ ნათლისღება არის პირველი პროცესი ქრისტიანული ცხოვრებისა ანუ შენ მოგეტევა ყველა ცოდვა სრულად განიწმინდე ღვთისაგან და მოგეცა ბეჭედი მოგეცა ესე იგი განვითარების და ხელახალი აი ამ დაბადების და აღორძინების და ამ სიწმინდეში აღორძინების და განვითარების და პრობლემების და სისუსტეების დაძლევის ძალა მოგეცა შენ ღვთისაგან და ამაში მოვინათლეთ ჩვენ ყველა ანუ ჩვენ დავიბადეთ ახლად დაბადებულები ვართ უკვე შეგნებულად და ცხოვრობთ შეგნებული დაბადებით და ეს მარცვალი შეიძლება გაღვივდეს, შეიძლება ნაწილობრივ გაღვივდეს, შეიძლება საერთოდ არ გაღვივდეს. იმიტომ რომ მაგალითად ეგვიპტის პირამიდებშიც არის მარცვლები დაყრილი რაღაცა 30000 წლის წინ. მაგრამ დევს ისე როგორც დადეს თავიდან. ჩვენ ხელთ არის, ამიტომ ჩვენ რო ვიწყებთ ხოლმე რაღაც ღმერთზე გადაბრალებას ესე იგი ჩვენ ცხოვრებისა და რაღაცა ვერ წასვლას წინ, ვერ განვითარებას უნდა გვახსოვდეს რომ ის მარცვალი დათესილია ესე იგი ჩვენ ღმერთმა ყველაფერი საშუალება მოგცა იმისთვის რომ განვითარდეთ ეს არ არის ეს არ ეხება როგორც სხვადასხვა სასტარტო პირობებს მართლაც პირობები სასტარტო სხვადასხვაა იცით ზოგი ადამიანი რაღაცა ძიმე ოჯახში იბადება სადაც ლანძღვა გინება და ერთმანეთის უპატივცემლობა ძალადობა და რა ვიცი უბედურებები მეორე იბადება სიყვარული ცავსე ოჯახში ესმით და როგორ განვითარდება ახლა ეს ორი ადამიანი აი მაგალითად ერთი პადერიკოში არის ესეთი ისტორია ბერს ეკითხებიან რომ ვის რა პასუხს მოსთხოვს ღმერთი და ესეთი ისტორია ხდება აი ორი ტყუპი დაიყო რომელიც დედამ მიატოვა ერთი ტყუპის ცალი წაიყვანა მონასტერში მონაზონმა მეორე ტყუპის ცალი წაიყვანა როსკიპო ქალმა საროსკიპოში ხო გარყვნილებაში ორივენი გაიზარდნენ მივიდნენ ღვთის წინაშე ვის როგორ მოთხოვს არ ვიცი ჩვენც ადამიანურად როგორ მოვთხოვდით ხო ასე რომ ეს გარკვეულწილად საიდუმლოებებით არის მოცული ამიტომ რომ ვიტყვით რომ ჩვენ იცი რა სხვადასხვა სასტარტო პირობები მოდი მე ბილ გეიტსის ოჯახში დავიბადები და ნახავ როგორი ქველმოქმედი ვიქნები აღმოჩნდება რომ არ იქნები ქველმოქმედი იცით შენ თუ აი აქ შენ ოჯახში დაბადებული ვერ ახარ ქველმოქმედი და არ გინდა გაყოფა ვერც იქ ვერ იქნები ქველმოქმედი ხო ანუ რისი თქვა მინდა რომ ეს სასტარტო პირობები განსხვავებულია მაგრამ ღმერთი მაინც გვიქმნის ყველანაირ პირობას პრობლემის დაძლევისა და ესე იგი გასხივოსნებისა ყველანაირ პირობას გვიქმნის ანუ ჩვენი მომავალი ჩვენ ხელთ არის ხო ესეთი რა ბედი მაქვს ბედი არისებობს არ არსებობს აი ბედი შენი ბედი არის შენი ხელთ საჭედი ამიტომ შენ უნდა გამოჭიდო შენი ხვალინდელი დღე რასაც დასთეს დღეს ხვალ გაზაფხულზე დასთეს შემოდგომაზე იმას მოიმკი და ამ დროს ჩვენ ღმერთი გველაპარაკება
აი ჩვენ ხშირად ვლოცულობთ, ხო? დღევართ ვლოცულობთ, ახლა ყველა ვინც ეკლესიაში დადის, უპირველესი არის ლოცვა. ლოცვა რა არის? ეს არის დიალოგი ღმერთთან. ჩვენ ველაპარაკებით ამით ღმერთს. მაგრამ რატომღაც ეს ლოცვა გადაქცეულია რუტინად. აიღებ დილის ლოცვებს და სალამ წაიკითხავ, ყვტები, საღამოს ლოცვებს კიდევ უფრო უარესად ყვტები. გამოროტებული ხარ და მერე მოდიხარ და ახსარებაში იძახი, რომ ვერ წავიკითხე დილის ლოცვა, ვერ წავიკითხე საღამოს ლოცვა. მოკლედ. და რეალურად ხო არ არის ეს ლოცვა. ეს არის რაღაც წესის შესრულება. ეს არის რაღაცა ისეთი რამ, რაც ადამიანს რაღაც სტანდარტულ გარემოებას აცნობს. სტანდარტულად ესე ხდება. რომ უნდა სიამოვნებდეს დილის ლოცვა და საღამოს ლოცვა და ყოველ სიტყვაზე უნდა ჩაუფიქრდე. მაგრამ აქ ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ იცი რა, ადამიანს 4 წუთის მეტი არ შეუძლია ერთ რამეზე კონცენტრირება. ყოველ 20 წუთში აუცილებლად გექნება ჩავარდნა და გონება გადადის ხოლმე. და ამ დროს ჩვენ რაღაც დარდოთ, რომ აიმე გამექცა გონება, აიმე გამექცა. თურმე ესე ხარ შექმნები. რომ ყოველ 4 წუთში უნდა გაგექცეს ეს გონება. თუ ხარ ნორმალური და თუ არ ხარ ნორმალური, შეიძლება აღარ გაგექცეს გონება და საერთოდ უკანაც ვეღარ მოუბრუნდე, ხო? ამიტომ ეს ჩვენ უნდა შეუხამოთ ჩვენ დღევანდელობას. როგორ ვართ ჩვენ? როგორი დამოკიდებულება გვაქვს? ჩვენ თუ ღმერთი გვეუბნება, თქვენ ხართ ჩემი მეგობარი, ხო? და როგორ ვართ ჩვენ მეგობრებთან ესე ვდგევართ, წიგნს ავიღებ და ველაპარაკებით, ხო? არ ველაპარაკებით ეს. ანუ მეგობართან რაღაც სხვა უფრო მეგობრული საუბარი გვინდა, ვიდრე ოფიციალური ურთიერთობაა, ხო? რაღაც მოსაბეზრებელია მეგობართან ხასტუკი ჯდომა და რაღაცა დიდაქტიკური თემებზე საუბარი. ნახეთ, ჩვენ თუ ესე მიუდგებით, რომ ღმერთი არის შენი მეგობარი და ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს, ეს რასაკვირველი არ ნიშნავს ესე იგი პატივისცემას და რაღაც ისეთ დამოკიდებულებას, გაფუჭებას ურთიერთობისას რაღაც წახუმრებას, ხო? ის არის მეგობარი. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. შენ კი არ დაღმეგობრდი, ის გემეგობრება შენ, ეს რაც ნიშნავს იმას, რომ შენ ამ პატივში აგიყვანა. უღირსად. ხო, მაშინ ჩვენ ამ მეგობრულ ურთიერთობაში, ჩვენ მასთან ერთად უბრალოდ თემებზეც უნდა ვისაუბროთ. ეს რას ნიშნავს, რომ დილის ლოცვა კი არ უნდა მარტო როცა დადგები და რაღაცა სახეს მოიჭმოჭნი. არამედ ჩვეულებრივად, როცა ზიხარ, როცა დარდო, როცა სატკივარი გაქვს, როცა უბრალო რაღაც საჭმელს აკეთებ თუ მართავ საჭეს თუ ფეხბურთს უყურებ თუ რასაც აკეთებ, იქაც შენს გვერდზე იყოს ყველა. და იქაც ეურთიერთო ჩვეულებრივად. და ხშირად მოიხსენო მისი სახელი. არის წარმართული განმოცემა, ხო ესეთი, რომ ნუ აწუხებ ღმერთს, ყველაფერზე ხوار შეაწუხო ღმერთს. ეს წარმართობაა. წარმართული ღმერთია გაბრაზებული ადამიანზე და შეწუხება მარტო სერიოზულ საქმეებზე შეიძლება. მაგრამ ქრისტე ესეთი არ იყო. ქრისტეს ყველა თავისკენ მიყავდა და ყველა რაღაცას თხოვდა, სულ ყველა. და ვინმეს რაიმე თხოვნაზე საყვედური უთქვამს, თვითონ რა თქვა პირველმა, რომ მოდი და მთხოვეთ მე და რაც თხოვოთ მამას ჩემი სახელით, ყოველივე გიყოთ თქვენ. ანუ რასაც მთხოვთ, ყველაფერს გიყოთ თქვენ. და აი ეს მჭიდრო ურთიერთობა არის სწორედ ყოვლადწმინდა სამების გამოჩენის პრინციპზე და თეოლოგიაზე აგებული. რომ ღმერთი იმდენად დაუახლოვდა ადამიანს, რომ მისი ერთი იპოსტასი ხდება ადამიანი და ადამიანთან ერთად იზრდება, ცხოვრობს და არაადამიანურად კლავენ მას. აი ეს დამოკიდებულება ღმერთსა და ადამიანს შორის სათნოყო ღმერთმა თავისი მოსვლით. და ეს
უნდა გაგრძელდეს ჩვენშიც, ეკლესიურებშიც, ჩვენშიც, ვისაც გვაქვს ეს დათესილი მარცვალის გაღვევების საშუალება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ და ვიპოვოთ ღმერთთან საუბრის საშუალება. პირველ რიგში გველაპარაკება ღმერთი წმინდა წერილით. აი რა უნდა ღმერთს? წავიკითხოთ სახარებაში და გვეუბნება იქ რაც უნდა. მაგრამ კიდევ არის რა, რითაც გველაპარაკება ჩვენ ღმერთი. ჩვენ ეს პირდაპირ არ მოდის და არ გელაპარაკება, რასაკვირველია, რაღაცა ეს მისი დიდაქტიკაა ესეთი. ეხლა ჩვენ ყოველდღე გამოგვეცხადოს და გველაპარაკოს, ჯერ ისედაც ისეთი აპარტავნები ვარ და ხოც სულ გავგიჟდებით და გავინდაურდებით, ხო? ყველას დავუწყებ ზევით და ყურებას. მაგრამ მოდის გარემოებებით. ღმერთი გელაპარაკება გარემოებებით. აი დააკვირდი შენს გარემოს, რომ მიდიხარ, მოდიხარ, ამას აკეთებ, იმას, ის გამოგდის, ეს არ გამოგდის, ის იგნება, ის გლოცავს. გესმით? აი ამას შეხედე, შენ რეაქციებს შეხედე აი ამ სიტუაციაში და დაინახავ მის დიალოგს შენთან. მის დიალოგს დაინახავ შენთან, ხო? როგორც ეფრემასური როცა შევიდა ქალაქში და ვიღაც მეძავი ქალი უყურებდა მას და გაბრაზდა ეფრემასური, რომ მე მინდოდა რომ რაღაცა ამ გარემოებებით რაღაცა გეთქვაო, ჩემთვის შევიდოდიო და რაღაცას რაღაც ბრძნული რამე ეთქვა. ხო და ეს რა არის? უსაყვედურა ღმერთს, რომ მეძავი დგას და უყურებს ბერი კაცს და ეთქვის რას მიყურებო ბოლო ეს გაბრაზებული და ის ეთქვის რომ მე უყურებ იმას, ვისგანაც მე გამოვედიო და შენ უნდა უყურო იმას, რისგანაც შენ გამოხვედიო. ანუ ბერს უთხრა რომ ქვევი დაიხედეო, მიწისგან ხარ შედამოღებული და ისე იარეო. თვალებს ნუაცეცებ იქით აკეთო. ანუ მეძავისგანაც ისავლა. ანუ ეს გარემოებაა და ჩვენ თუ დავაკვირდებით აი ამ გარემოებებს, ჩვენ ნახავთ რომ ყველგან სასწაული გვაქვს, ყველაფერში სასწაული გვაქვს. და ამაში გვექნება ჩვენ დიალოგი ღმერთთან. რომლის გარეშე ცხოვრება ქრისტიანული ხდება ჩვეულებრივი კულტურული ფენომენი, კულტურულ-რელიგიური ფენომენი ან რელიგიური გრძნობების დაკმაყოფილების საშუალება. დაკმაყოფილები მივდივართ, უკვე მე ამ თვეში რამდენჯერ ვეზიარე და დაფიქრდები, აი რამდენჯერ ეზიარე. დაკმაყოფილი ხარ. ამდენჯერ მაქვს ახსარება ნათქვამი. შევაფსეთ ღიური და კარგად ვარ, ბედნიერი ვარ, მაგრამ რეალურად პროცესი აღარ არის. აი პროცესი არ არის, შენ რომ იზდები, შენ თავს უყურებ, ღრმავდები და ღმერთი სულ გაგირბის და სულ მოდის, სულ გაგირბის, სულ მოდის. შენ გონია, იმიტომ რომ ვერ დაიჭერ, ღმერთს ვერ უნდა დაიჭირო. არასდროს არ მოხდება ისე, რომ შენ ჯიბეში გეყოლება. ეს მხოლოდ ჩხიბავებს შეუძლიათ. იჩხიბავებენ რაღაცას და უკვე დაჭერილი ყავს ძალა რაღაცა, რომელიც ამის სურვილს შეასრულებს. ეს მათ სოფხედველობაში ნორმალური და ბუნებრივია და ჩვენთან ესე არ არის. და მადლობა ღმერთს რომ ესე არ არის, იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი არის ცოცხალი, რომელსაც უნდა რომ ჩვენც ცოცხლები ვიყოთ. და აი დღეს ვაკურთხებთ წყალს, რომელიც არის სიცოცხლის წყარო და რომლის დალევის შემთხვევაში ადამიანი აღარასოდეს აღარ მოკვდება, არამედ იქნება მარადიულ სიცოცხლეში. წავიდეთ ახლა ვაკურთხოთ წყარი და განვადიდოთ ღმერთი.